უპირველეს ყოვლისა უნდა სწორედ დამოკიდებულება გქონდეს ამ პრობლემის მიმართ და ამიტომ ესე იგი კი არ უნდა ვებრძოლოთ უნდა ვებრძოლოთ გასაღებას და მოწოდებას. და მე ვიტყოდი არა მარტო არალეგალური, არამედ ლეგალური ნარკოტიკებისაც, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ესეთი ხელმისაწვდომი იყოს და იმიტომ რომ პრევენციისთვის, ანუ თავიდან აცილების პრობლემის ხელმისაწვდომის შემცირება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ზომა. რაც შეეხება ნარკომანიას როგორც პრობლემას და ნარკომანიით დაავადებულებს, კი არ უნდა ვებრძოლოთ, პრობლემა უნდა ვმართოთ, იმიტომ რომ ესეთი პრობლემაა, რომელიც მსოფლიო გამოცდილების მიხედვით, დღევანდელი გამოცდილებით, მსოფლიოს ყველა საზოგადოებაში და ქვეყანაში არსებობს, მისი ნულამდე დაყვანა დღეის გამოცდილებით და გადასახედით შესაძლებელი არ არის, ამიტომ ჩვენ უნდა ვმართოთ ეს პრობლემა. ანუ როგორ მართოთ, რომ მინიმალური ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას, დაავადებულების მკურნალობა უნდა უზრუნველყოთ, უნდა ბრძოლა გამოუცხადოთ მოწოდებას და ესე იგი გასაღებას და ასე შემდეგ, გამოცხადებულია და ესე იგი ამ ხაზს უნდა მივყვეთ, რაც შეეხება მოხმარებას და დაავადებას, მკურნალობის პირობები უნდა შევქმნათ, ვუზრუნველყოთ რეაბილიტაციის, სოციალური დახმარების, იმიტომ რომ თუ არ დასაქმდა მე სოციალური სამსახური თუ არ ჩაერედა, არ დასაქმდა ეს ადამიანი, ისევ იმ მანგერ წრეს შეიძლება აღმოჩნდეს. ანუ მკურნალობას უნდა მოყვეს რეაბილიტაცია, სოციალური რეინტეგრაცია და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ყო, ხო, ზიანის შემცირება უნდა მოხდეს. არის კატეგორია, რომელიც ვერ ახერხებს გადაჩევას, ისე შორს წავიდა დაავადება. ხო, ყველა დაავადება არ არის, ხო, განკურნებადი ბოლომდე. ანუ არის დაავადებები, რომლებსაც ვერაფერს ვერ ვშველით, გარდა იმისა, რომ შევეცადოთ, რომ ადამიანს ნაკლები ზიანი მიაყენოს ამ დაავადებამ. მე მცხვენია, რომ ჩვენ იმ დონეზე არა ვართ ახლა, როგორც ევროკავშირის ქვეყნები პრევენციაში. იმიტომ რომ იქ ეს შედის სასკოლო კურიკულუმში. იქ ესე იგი ახლა ევროკავშირის ქვეყნები გაერთიანებული არიან, ეგრეთ წოდებული EUDAP არის მიდგომა, ევროპის პრევენციული მიდგომა და სკოლაში პედაგოგს მიყავს ეს საქმე, ან სკოლის პედაგოგს მიყავს ეს საქმე. ეს არ შეიძლება რომ ჩვენ არ დავნერგოთ ქართულ სკოლებში. ეხლა ძალიან მიხარია რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის ასე ვთქვათ პროგრამა ინერგება, მაგრამ პარალელურად რომ ფოკუსირებული სწორედ ადიქციური ქცევის პრევენციაზე სულ 12 სესია არის ეს რაც ევროპის ასე ვთქვათ სივრცეში არის დანერგილი და ითვლება რომ ეს არის როგორც აცრა. ძალიან ადრეულ ასაკში ხდება ეს 11-12 ასაკის ბავშვებთან მიდის პირდაპირ გაკვეთილური მუშაობა 12 გაკვეთილი. მე მცხვენია რომ ეს ჯერ არ არის დანერგილი საქართველოში. ეხლა აი ამ პროექტზე მუშაობთ რომ დაინერგოს და იმედი მაქვს რომ ხელშეწყობა გვექნება სკოლებიდან. ეს სამარცხვინოა რომ პრევენცია არ იყოს მიხედილი და ის რაც უკვე არსებობს როგორც გამოცდილება ევროპაში რომ ჩვენ არ გამოვიყენოთ. ეს მარტო სკოლა საკმარისი იქნებოდა? ისეთ რა არის? ეს ერთ-ერთი ხო არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი. აუცილებელი არის, მაგრამ საკმარისი არ არის. პრევენცია უნდა ხდებოდეს ყველგან, ყველა დონეზე, აი დაწყებული პირობების შექმნით, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნით ყველა დონეზე, ხო, რომ ბავშვის განვითარებისთვის, მოზარდის განვითარებისთვის კეთილგანწყობილი გარემო იყოს. ისევე ფასეულობებით მან თუ თავარია.